ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი უნიტარესი მაქსიმე 6 ნოემბერს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო დღეები ქალაქ სოფიას ერთ-ერთ სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. პატრიარქი მაქსიმე 1914 წლის 29 ოქტომბერს ბულგარეთში სოფელ ორეშაკში დაიბადა. მისი საერო სახელია მარინ ნაიდენოვ მინკოვი. მომავალი პატრიარქი 12 წლის ასაკში მშობლებმა ტროიანის მონასტერში მორჩილად მიაბარეს. 1929-35 წლებში ის სოფიას სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1941 წლის 13 დეკემბერს უნიტარესი მაქსიმე ბერად აღიკვეცა და მალევე ბერდიაკონის ხარისხში იქნა აყვანილი. 1954 წლის 14 მაისს ბერდიაკონი მაქსიმე მღვდელმონაზონი გახდა. 1957 წლის 12 ივლისს კი ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1950-55 წლებში არქიმანდრიტი მაქსიმე მოსკოვში არსებული ბულგარული მონასტრის წინამძღვრად მსახურობდა. 1960 წელს კი ლოვჩანის მიტროპოლიტად იკურთხა. ბულგარეთის პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ 1971 წლის 4 ივლისს ის საეკლესიო კრებამ ბულგარეთის პატრიარქად აირჩია. 2008 წლიდან კი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით პატრიარქის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას ვარნის მიტროპოლიტი კირილე ასრულებდა. ბულგარეთის პატრიარქს 1974 წელს სოფიას სასულიერო აკადემიის მრჩეველთა საბჭომ ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიანიჭა. პატრიარქი არაერთი რელიგიური ნაშრომისა თუ კრებულის ავტორია. უნიტარესი მაქსიმე საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა.